მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. საერთო გაშლა იქნება და საერთო ყოველთვის ყველას არ ემთხვევა ყველაფერი, მით უმეტეს დააკვირდით ხოლმე, რამდენად თქვენ სიტუაციას ემთხვევა, რამდენად გრძნობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, რამდენად იდენტიფიკაცია ემთხვევა ხოლმე და ასე შემდეგ. თუ კონკრეტულად ეს გაშლა არ ემთხვევა, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე, სხვა გაშლები არჩიოთ. დალაიკოთ აუცილებლად ენერგოცვლისთვის თქვენი ენერგია ჩადოთ, მოწონება, გაზიარება და კომენტარება, ყველაფერს ყოველთვის კითხულობ, როგორც პირადში, ასევე კომენტარებში და მადლობა, იმიტომ რომ საჭიროა ჩემი ჩადებული ენერგიის თქვენგან, ასე ვთქვათ, ერთგვარი ანაზღაურება ამ მხრივ ენერგოცვლისთვის აუცილებელია, იცით. გაშლა იქნება ასეთი მინიშნებები თქვენთვის, რაზეც გაინტერესებთ, რა თემატიკაც გტანჯავთ, არ გაძინებთ, არ გასვენებთ, რაზეც მინიშნება გჭირდებათ. წყლის ტიქის მეფე ამოგცანდა. რა მინიშნებები იქნება თქვენთვის ამ თემასთან დაკავშირებით მაღალი ძალებისგან. პირველ რიგში რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, მოდი გავიგოთ, თქვენ ხართ თქვენი. რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით. 21 მაღალი არკანი ამოდის. ეს არის სამყარო, ეს არის რაღაცა ციკლის დასრულების პერიოდი, ეს არის ინტერნეტის კარტი, ასევე გლობალური კარტი, სადაც გლობალური შეხებები გაქვთ ადამიანებთან, სადაც რაღაცას მუშაობთ, შეიძლება სამუშაო რეჟიმი გაქვთ ინტერნეტ სფეროში, სოციალურ ქსელებში, მიწერ-მოწერები, ასევე შეიძლება გაყიდვის სფერო იყოს ინტერნეტის მეშვეობით. სოციალურ ქსელებში ამას უკეთებდეთ რეკლამას, იქნება ასეთი ნაწილი, ასევე ნაწილი იქნება, რომ რაღაცა ერთგვარი ციკლის დასასრული ხდება დღესდღეობით თქვენ ცხოვრებაში, გლობალურ თემად თუ განვიხილავთ, რაღაცა ერთი ეტაპი დასრულდა და ახალ ფურცელს, ახალ რომანს შეიძლება ნაწილისთვის, ახალ ცხოვრების ეტაპზე გადადიხართ, ასე ვთქვათ, ასრულებთ აი ამ ეტაპს, რომელიც რაღაცა მოლოდინის რეჟიმში იყავით, რაღაცა ჩადეთ თქვენი ენერგია, ჩადეთ თქვენი ფინანსები, ზოგიერთებმა შეიძლება რაღაცა სამუშაო თემატიკას ეხებოდა, წილის ჩადებას ეხებოდა, ასე ვთქვათ, მოგების მიღების რეჟიმში ხართ ახლა, აი რაღაცა უკვე იმუშავეთ, თქვენი რესურსი ჩადეთ და აი ამის ამოქოქვას, ასე ვთქვათ, ერთგვარი პერიოდი ჭირდება და ეს მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ ეს თქვენი დათესილი მცენარე, როდის გამოიღებს კვირტები უკვე გამოიღო რაღაცა ჩანს მე მგონი, აი რაღაცა ყვავილები აქვს უკვე ცოტა ისეთი პატარა, მაგრამ კარგად რომ გაყვავილდეს, ასე ვთქვათ, ჭირდება რაღაც პერიოდი და აი ამის მოლოდინის, ასე ვთქვათ, მედიტაციის ფიქრებში ხართ თქვენ თავში, აი გეგმებს ადგენთ ემოციურად ძალიან ბევრი ნაწილისთვის, დიდი ნაწილისთვის ამ გაშლის მაყურებლის იქნება, რომ რაღაცნაირად კმაყოფილების ერთგვარი თქვენი თავით კმაყოფილი ენერგეტიკა მოდის, შეყვარებული თემატიკა არის აქ ბუკეტიძის, თაიგულიძის მაპატიეთ მამაკაცი, ეს არის სიყვარულის რეჟიმი, შეიძლება სიყვარულში ჩადეთ თქვენი ფინანსი, თქვენი ემოციები, ასე ვთქვათ, თქვენი ახალი აღტაცება, რომელიც ასრულებს ძველ იმ მარტოობის პერიოდს, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ ახალი ერთგვარი რომანის წინაშე გეხართ, სადაც ემოციებით სავსე ხართ, მამაკაცებს განსაკუთრებით მიმართავ ამ შემთხვევაში, რაღაც ახალი ეტაპის წინაშე გეხართ, რომელიც აღგაფრთოვანებთ და აი რაღაც წინა შეგრძნებები გაქვთ, რომ აი უკვე კარგი მოდის თქვენ ცხოვრებაში, სიახლე მოდის და ფინანსებს ეხება ეს თუ ურთიერთობას ეხება თუ სამუშაო რეჟიმს თქვენ რაღაცა ბრენდის ან თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლების რეჟიმია, რომ აი დებთ ამაში ენერგიას უკვე ჩადეთ და ეხლა ელოდებით, როდის დაგაწინაურებენ, როდის გადაგიყვანენ ახალ ფილიალში, ვთქვათ, ახალ გახსნილში, ან როდის გაიხსნება ეს თქვენი ერთგვარი თქვენი საქმე, თქვენი ფილიალი, როდის ამოიქოქება, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში და ესე იგი ყველას უნდა მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა კიდევ ვიმეორებ. თუ ატყობთ ასე თუ ისე, რომ თქვენზე ენერგია, მაშინ უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში მოწონებები, კომენტარები, გაზიარებები თქვენი მხრიდან და პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ. რა მინიშნებები იქნება თქვენთვის დღესდღეობით მაღალი ძალებისგან?
აქ ნაწილი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შვილი ყავთ უკვე პაჟი ამოდის პენტაკლის ვის მონატრებაში ცხად შეიძლება ტერიტორიული სიშორე გაქვთ ემიგრაციაში ხართ მაგალითად თქვენ შვილს ყოველდღიურად ვერ აქცევთ ყურადღებას ეს მაღალი 21 არკანი სამყაროთიც შეიძლება რომ განვიხილოთ. ანუ ერთგვარად დაკიდებული სიტუაცია გაქვთ რაღაცა მსხვერპლის როლში გრძნობთ თქვენ თავს შეიძლება ფეხების ტკივილი გაწუხებთ ასევე არ არის გამორიცხული იღლებით არ ვიცი ვენების ტკივილი იქნება თუ ვარიკოზი იქნება თუ უბრალოდ ძალიან ბევრს სამუშაო რეჟიმისგან ანუ ძალიან შეიძლება ფეხების ტკივილი გაწუხებთ და ვეღარ იცინებთ ასეც იქნება ნაწილი პირდაპირ გაგებით რო გავიკოთ ნაწილი იქნება რომ როგორც გითხარით გადაადგილებაში ხართ და თქვენ შულთან კონტაქტი ისეთი ყოველდღიური რეჟიმში ვერ გაქვთ რა ნიშნებებია არ მოიწვინოთო გეუბნებათ მაღალი არკანი ყველაფერი შეიძლება მეხუთე ხუთიან თასი ამოდის ძალიან დათრგუნულ მდგომარეობაში ხართ ამ თემასთან მიმართებაში და მე-13 მაღალი არკანი სიკვდილით ეს არის ტრანსფორმაცია მოხდება აი ამ თქვენი გულდაწყვეტილი რეჟიმის ტრანსფორმაცია ყველა ვარიანტში მოხდება რა და როგორ უნდა მიმართულება მისცეთ იმისთვის რომ თქვენი შვილის გვერდზე იყოთ ვისაც ეს თემატიკა გაწუხებთ ამის შანსები გექნებათ სამყაროსგან ამ ტრანსფორმაციის და უნდა კარგად გადაწყვიტოთ და გაანალიზოთ რამდენად გაწყობთ და რა მიმართულებით წახვიდეთ იმიტომ რომ ამის შანსებს სამყარო მოგცემთ ტრანსფორმაციისას რომ ან თქვენი შვილი წაიყვანოთ მაგალითად სასწავლებლად მომავლის ერთგვარი გზა გაუფინოთ მას თქვენთან ერთად სადაც თქვენ იქნებით თუ სხვა ქვეყანას განვიხილავთ და ერთგვარი სიახლოვეც იქნება უკვე თქვენ შორის და ეს ყველა ვარიანტში რაღაც დღეს და ხვალის ამბავი არ არის მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა ვარიანტში გექნება სამყაროსგან ამ ტრანსფორმაციის შანსები და ამაზე არ უნდა დადარდიანდეთო სამყარო გეუბნებათ კიდევ რა მინიშნებები არის იმიტომ რომ თქვენ შულსაც ძალიან ენატრებით უყვარხართ ერთგვარად შეიძლება ეხლა პატარა ასაკშია ასე მომდის პატარა დაბაჯბაჯებს ახალი ფეხადგმული ან ახალი დაწყებული აქვს ლაპარაკი ან აი სიახლეების გაცნობის ეტაპი აქ ეს არის მაქსიმუმ 10 წლამდე არც კი 7-8 წლამდე შვილები ვისაც ყავთ იმ ადამიანებისთვის უფრო ინფორმაცია და დამიწერეთ რამდენად ღებულობთ ამ ინფორმაციას და ხვდებით რაზეა საუბარი კიდევ რა მინიშნებები იქნება სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის თქვათ ესე იგი გამარჯვებული იქნებთ თქვენ თავს 6-იან ჟეზლით ურთიერთობას ეხება ამ შემთხვევაში ვინც მოგატყუათ ვინც გაიპარა გიღალატად უხმოდ წავიდა შეიძლება რაღაცას ხლაფორთობდა და რაღაცას იტყუებოდა არასწორად მოგექცათ მოდი ესე ვიტყოდი ადამიანი წარმოდგენილია წყლის ტიქის პაჟია ეს კარტი სხვათა შორის 10 შეხვისას თავიდანაც ამოვარდა და ისევ ამოვიდა როგორც ხედავთ ამდენი შეხვის შემდეგ იმიტომ რომ თქმა უნდა ამ ადამიანს რომ კი ტყუილი გავაკეთე რაღაცა გიღალატე შეიძლება რაღაცა არასწორად მოვიქეცი და ვიცი ამ თემის შესახებო მაგრამ სამყარო გეუბნებათ რომ ეს ადამიანი მოვა ესე ვთქვათ ერთგვარად მობოდიშებით პატიების რეჟიმით გამარჯვებულად იქნოთ რა სიტუაციაც არ უნდა ჩავარდეს თქვენსა და ამ ადამიანის შორის თქვენ იქნებით 6-იან ჟეზლით აი ესეთი აღტაცებული გამარჯვებული ადამიანის როლში კალდის 9-1000-ია ეს არის მე-9-ზე ყოფნა სიხარულით ეს არის არ ვიცი ნაწილისთვის არ მოასვენებს სამყარო და მაღალი ძალები ამ ადამიანს აი ესე ტვინში კაკუნით როგორც ყვავი ამ ადამიანს უკაკუნებს ფიქრები სიზმრები ზოგიერთისთვის ადამიანი ეყოლება ტვინის ბურღი ვინც არ მოასვენებს და სულ გაახსენებს თქვენ თავს რომ მოვიდეს მოიბოდიშოს სიყვარულიც აგიხსნათ აქ ნაკლები აქ ადამიანს სიყვარულის და ემოციების და ასე ვთქვათ ერთგვარად
თქვენი გამარჯვება იზეიმოთ ამ ადამიანთან მიმართებაში, ყველას თქვენი გამარჯვება გექნებათ. რჩევა თქვენთვის მაშინ მაღალი ძალებისგან, ყველასთვის, ვინც უყურებთ ამ გაშლას. იმუშავეთ თქვენ პენტაკლით, მიმართეთ თქვენი ენერგია სამუშაო რეჟიმში, ნუ მოიწყენთ დასვენება, გამოძინება, ვისაც გჭირდებათ. თქვენ დასვენებაზეც იზრუნეთ და სულიერი მდგომარეობით დატკბით. მიიღეთ ყველა სამყაროსგან ყველა საჩუქარი.